გამარჯობა, მე ვარ ალიკო ცისკარეშვილი, თუშეთიდან, მოგესალმებით გადაცემას ანიშნედან. დღეს ჩვენ ექსპრომტად შემოგთავაზებთ გადაცემას და რამდენიმე სიურპრიზს გაგიკეთებთ და პირველად თავაზობთ შორიან თალაპაძის ლექს სამშობლოზე. მოგესალმებით თუშეთიდან. იცი რა დროა, დინდი ისევ შემოიხიზნა. ალბათ დააწვიმს ისევ ვაზებს, წვიმა ტალახის. ზღვას მოადგება არგო ისევ, სხვანაპირიდან შემოაპარებს მახარობას. ოთლის ბარათით, მოხვება ბარად სიანგულის გულწრფელი ფიციც, ძმობის რომ სჯერა და ღალატი არ კადრია მონატრებია საქართველო. პატარა ბიჭიც, სანაპიროზე რომ დატოვა დილა ადრიან, იცი რა დროა, მამლუქები რომ დააჭიდეს. ვინ ვის აჯობა ვერასოდეს გაიგებს მტერი რომ აპირებენ შეარკინონ ისევ თავიდან და ძმობის ბილიქს აუდინონ ღალატის მტვერი. იცი რა დროა, არასოდეს რომ არ ყოფილა, მაშინაც როცა გაწყვეტილი ძაფი იმედის შემოუვლიათ ისევ ცხრაგზით და არ ყოფნამდე ნაბიჯიც რომ არ აშორებდათ, კვლავ იქ მივედით, იცი რა დროა, სავალია ისევ აღმართი, სიზიფეს ბედით დავატარებთ ლოდებს, ხავსიანს, ვიღაცას ისევ არ გავატანთ, ჩვენი რაც არის, არც მოღალატეს დავანებებთ ფიქრებს, ავდრიანს ჩამოვა ისევ, გაცვეთილი სამოსით, ქრისტე აუხელს თვალებს, ბრმას და უკუნს კვლავ გაანათებს, ორ გულს რომ სურდეს, არასოდეს მოხდება ისე, არც მომავალში, არც აწმყოში, როგორც აქამდე. ეხლა შემოგთავაზებთ ზურა მირზიაშვილის სიმღერას მანდულზე. სწორედ ზურას გადაღებული ფოტოთი გაიგო თელმა ქვეყანამ, რომ შენაქოში ხიდი არ იყო და უცბად მოაგვარეს ხიდის პრობლემა და ბედნიერი ვარ, რომ შენაქოში მომაკეთებს შესაძლოა. ზურიკო, გისმენთ. პირველ რიგში გამარჯობა თქვენს მაყურებელს და ჩვენს მაყურებელს მოგესალმებით. თქვენს გადაცემას ძალიან დიდი წამოდი მოსულვებ. მეც ძალიან მიხარია, რომ თქვენს გადაცემაში პატარა წვეთ შევიტან მე და თამრო იმას პინძელი ჯერ ან როგორ გავაკეთებ, მე ვინგარ მაშინ და მე ერთად რაღაცა ისეთი ლექსი წაიკითხა ახლა, რომ მეც მინდა რომ ჩვენს სამშობლოზე რაღაცა ისეთი იყო.
თინათი მოსიაშვილი გადაწყვიტა რომელი ლექსი წაგვიკითხოს. მე ჩემ პატარა ლექსს წაგიკითხავ, სიმშვიდეა. ლურსმანზე ჩამოკიდებული სიმშვიდეა, ბებოს შელახული ხალათი. სიტყვა დავიწყებულ სიმღერაში დევს გემო შევიწყინებული ლავაშის. ხის იატაკი და ოდნავ მესტისუნი, გამიჩინდი ოფელების თახთახი. ამობიბინებულ მწვანე ბალახზე, ზის სხივით დაჭერილი ცხვარნამი. ლურსმანზე ჩამოკიდებული სიმშვიდეა. ქალბატონი თინათი, წაგვიკითხავთ? ცოტა მე რა ყოლა მე თუშეთში რომ მოდიო ძალიან ხშირად მომაქვეყნა ეჯეროს ლექსები და ეხლა ჩვენ დართლში ვართ და დართლს ცოტა ზემოთ არის დანო ეთერ თათარაიძის მშობლიური სოფელი. ეხლა ვარჩევ წიგნიდან და აი უცებ ეს ლექსი მოხდა. მოდ ეთერო ფიქრთი ახლა გადავსახლდეთ ჩვენ თუშეთ. მე ეთერო წვიმათქნილ შევერივნეთ ჯინხთ უთეთ. თათარაიძე ძალიან საინტერესო. ხო, ცოტა წორილია, ყველაფერი ვერ დავინახე. გამარჯობა და ამარი დაქტა. აშა. რაღაც ისეთი შთაგონებული გალაქტიონზე ვიტყვი რა. გალაქტიონზე ამბობდნენ ურჩი იყო. გამგონე მხოლოდ ღამის და თბილისის, არ აწუხებდა ივლისის გახურებული დუქანი. თავზე ადგაო უფალი. ვინ დაინახა, ვინ იცის, რამდენ ხანს იჯდა იმის წინ, სანამ წერდა და ამკობდა, რასაც უფალი ამბობდა. მერე შრიალით ფუცლავდა ამ ნაკარნახებს ქუჩები, ყინვისგან დასუსხულები იმეორებდნენ ტუჩები. მოდარაჯე კაცის მზერით წუხდებოდა მესაფლავე. თიბათვეში ზერა მერის ათენებდა მხოლოდ ღამეს და მტვრიანი ყვავილების სურნელება ისე ვიდგა იმ ქუჩაზე, სადაც ბავშვმა წეღან ფეხი წამოიკრა, ურჩობდა, მარტო წუხდა დარჩენას, მადლობა უფალს და მის გაჩენას, ფიქრით მთვრალი, ფეხში შველი და მშიერი წერდი თითქოს თავს გეხვია მსახურები, დრო რომ მიწას ტკაველითაც ვერ სცდებოდა შენ სამყაროს იალბუზით გახურებდი მეგობარი რასიზამ გალაქტიონ ახლაც არ ვინ ეტანება სიღარიბეს მაგრამ როგორც დაუწერელ კანონშია ქალაქი ხომ სამარესთან უგებს დიდებს რამდენ რამეს იტევს ახლაც შენი ფიქრი რამდენ მართალს სინათლე რომ აირიდა ვერ გაიგეს იალბუზით შენი სიტყვის გააგონე გამოღებულა იმიდან ეხლა მინდა ჩვენ მასპინძელ თამარ ცხოვრთ ზურასთან ერთად შეგვიძლია თამარ მოდი რა სიმღერა Ana, me
ნაკრები სამწეო და ჭრილი თუცე რადგან სიცოცხლის მიწურში თიკო არის ერთ-ერთი საუკეთესო მთისგიგი. ბრავო, ნიჭიერი. და თან აქტუალური ლექსია. ხო, ათნეგენობებია ეხლა და დღეობების პერიოდია, მალე დანოელებსაც ექნება დღეობა და წავიკითხოთ ათნეგენობებზე. დიწყო ათნეგენობები, გულსაჩქროლა დღეები, გაკიული გამოკივილით განაფხიზლა რყეები, სხივსინათლე ნამატები, ხატზე რქების ჯღრდეები, ქლოქნაჩქარებ ლაფშაები, ველფერდ და დანაჭგდებები. რაიმე, ჩემ თუშეთო, სივარ დანატყვევები. კარგი, ეხლა კრებულს წინ ან ბოლოს წინაკრებულია და ქვია მთებში მივალ რომ გავექცე ქალაქს. და ლექს აგიკითხავთ. დავგოდიალობ სული და სულში და ჩემს ხელში გოგინებ მარტო. ვერ დავუმტკიცე საკუთარ მესაც რომ არ კადრულობ არასდროს ტყუილს, სამყაროს ტკივილს ატარებს მზერა, იმ კაცის გულში რომ აქვს ზამთარი, დავლაპარაკობ საკუთარ თავთან რომ აქ ხეებმა ციციან დარდი, რომ ნოემბერსაც მობეს და მარტი, როცა ყვავილობს იასამანი, იტყუებიან ხეები, ხეები, ნამიწმინდავენ ზამთარს უპირობს, მთებში მივალ რომ გავექცე ქალაქს, იქ შემიძლია ჩემს სულს უყვირო, ისევ ავყოფნის გამბედაობა რომ გავიწორო ზის ჩასვლას მზერა. ვოროტებაც ხომ ბუნებრივია, კი არ ვამტკიცებ უბრალოდ ჯერა და წვიმის შემდეგ ცისარტყელა თუ კი გამოჩნდა, ესეც უბრალოდ, სულ უბრალოდ ისევე ხდება და თუ კი სიკეთე უცვლელია დედამიწაზე და თუ ხეებმაც გადაიგდეს გულიდან დარდი და თუ კი მთებსაც შეუძლიათ აჯანყდნენ ისევ თავისუფლების მოპოვებას თუ კი ცდილობენ, მაშინ ღირსებაც არ იქნება გამოგონილი, ესეც ფაქტია და უმნიშვნელო. აშო, ეს წავიკითხო და მე ბატონი დავითის სამონარის წავიკითხავ, იმიტომ რომ თვითონ ოპერატორობა შეითავსა. და რაღაც ცოტა სევდა იყო და მე მირჩევნია მარტივი და პატარა ვიყო და ვიგრძნო როგორ მემატება დრო და დრო ფასი, ვიდრე პირველი განწყობები უგონო იყოს და წლების მერე არავისთვის ვიყო ძვირფასი, ასე ჯობია. ეს ცხოვრება გავდეს მასკარაც და არლეკინის ცრემლებივით იყოს გულდიდი ჯამბაზის ხალაც რომ გავიხდით, მასავით წყნარად წეროთ ცხოვრებას, ასე მძიმეს როგორ ვულიდით. ქარი ჩემი მდევლელი. ეს არის კრებულიდან გული ფარად, დავით ხარატიშვილის წიგნი, მეორე წიგნი. მაშინ ჩემ თავს ქარები ბატონობდნენ, ნებებს მიუღრევდნენ გზააბნეული ოცნების მებზულს. უცბად არსაიდან ამოიჭრებოდნენ და თავიანთ გზებზე მდევნიდნენ მიუსწაფად. მაშინ ყველაზე მეტად მესმოდა ამერიკელების, რაოდენ უზრუნველობას გრძნობდნენ ტორნადოების წინააღმდეგ, მაგრამ ჩემი ქარიშხალი ხომ სულ სხვა იყო. იგი უცხო ციკლონს მოჰქონდა, წამომიფრენდა და ჩემი მშვიდი ნებების ზღვას შტორმამდე საწიოკებდა. პირველად რომ გამომეცხადა, მაშინ მიშვა ჩემი ძე პირველყოფილი, პირველი შვილი, ამაყი და შეუცნობელი, ტანად დიდი, მედიდური, ციხმოვლენილი და რომ მეგონა ის იქნებოდა ჩემი სიმშვიდის ნავსაყუდელი, ის მომცემდა თავისუფლების სუფთა ფურცელს, რომელიც ჩემი მელნით ახალშვილად შეირყნებოდა, სწორედ მაშინ მოხდა პირველი მიწისძვრა, თუმცა უმსხვერპლად. მაინც გვარიანად შემაზამზარა, მაშინვე მივხვდი ეს ნიშანი იყო, არათუ მშვიდი ცურვის, არამედ მკვლევარებით გამოგვიძების, რომ ჩემ თვინიასის მოსვენება არასდროს ეღირსებოდა. ამ დროს ქარიშხალი ჯერ მხოლოდ იდგა, თათა სიღრმიდე დახურებდა განიდებული, უცხებდა ჩემს მოულოდნელობით შემთხვევ, მაგრამ აწუხა გამოკროულ მდგომარეობას და უუთმელელი მდობით უცდიდა წამს, როდესაც თავს პირველად დამესხმებოდა. მოკლედ შეიძინეთ ეს იქნი და დანარჩენი თქვენთან წაიკითხეთ. ზურა, იქნებ კიდევ თქვენი რომ დავამთავროთ ეს გადაცემა. რამე
ერთი ცეთეროს სტრეი. კარგი, მაშინ ეთეროს. და ბოლოს თქვენი დავამთავრე. საკმაოდ პატარაა და უცებ წავიკითხავ. დიდ ხნის ნადებ თოვლსავით ვარ ერთ თავად მდუმარი. იმ თეთრ საფარველსავით წუთი სოფლის სტუმარი. სამოკლეო სოფლისაი დღე და მჩივარი მგმობარი. იამ დალოცვილ მიწისაი ერთ სამარით მმკობარი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ჩვენ მაყურებელს, გმადლობთ რომ გიყურებთ, ეს გადაცემა სანიშნეა და შეგახსენებთ რომ ჩვენ ვაკეთებთ აქციას, ნუ გადაყრით წიგნებს, ჩვენ მივცემთ წიგნებს მეორე სიცოცხლეს და მოგვიტანეთ ჩვენ. მაღალფებს გარაფებს აბრკვევდი მინარქავს, ექთმები გლობებზე ჩანჩქერად